მე ვარ სანდრო ჯიჯავაძე, 10 წლის. სწავლობ მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ხატვა და კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. ერთი წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი ცენტრში და ახლა გადმოვედი მარჯვნივ. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა ასისტის გაკეთება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლების გატანაც. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 53 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზ. როცა მივბოდი, პასი მომცა გუნდელმა და ცხრილში გავიტანე. ისე ძლიერად დავარყი, რომ მეკარე არც გაკანებულა. უკვე გქონდა 7 შეჯიბრავა და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მესამე თამაში. იმიტომ რომ 3 ასისტი გავაკეთე და 2 გოლი გავიტანე. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი დარტყმა. ვესტ ჯორჯიაში მყავს 2 მწვრთნელი, თორნიკე ბურკაძე და ენარ თებიძე. თორნიკე მასწავლებელი არის ცოტათი მკაცრი და ენარ მასწავლებელი ცოტათი მხიარული. ორივე ძალიან კარგად თამაშობს ფეხბურთს და მეც მინდა მასე ვითამაშო. ერთ თამაში ისე კარგად ვითამაშე, რომ ორივეს ვაჯობ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარცხელია და საყვარელი გუნდია პორტუგალიის ნაკრები. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. ჩემი კარიერა ასე წარმომიდგენია. დავიწყებ თამაშს დინამო ბათუმში, მერე გადავალ დინამო თბილისში და მერე გადავალ რეალ მადრიდში. ფეხბურთს არ ვითამაშებ 39 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ტაქსის მძღოლი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი კალათბურთელი. კალათბურთი ახლა ძალიან მიყვარს და კარგად ვთამაშობ. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი დვისწავლა. ყველაზე ხშირად ვხატავ მთებს, სახლებს, ხეებს და ზღვას. ყველაზე რთულია მთის დახატვა და ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს იასამნისფერი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და მაქვს 5 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა რომ ჩემს შვილებს დავათვალიერებ. ახლა შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ არ არიან ლამაზი გოგოები. ჩემი აზრით ერთ წელში მეღოლება ლამაზი შეყვარება. ცელს რომ მოვიყვან ვიქნები 34 წლის. შვილებს დავარქვევ, ერთს დავარქვევ ანდრეას, მეორეს დავარქვევ ნიტას. ჩემ ცოლს დავარქვევ ნიას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებელია, კარგი მეგობრები და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ალეკო გორგაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ნია ოქროპერი. ყველაზე მშვიდია დათო ბულბულიანი. ყველაზე ცელკი ლაზარე გამონი. მე ვარ ყველაზე მეგობრული და კეთილი. მეგობრობა არის, როცა სიკეთე არის. მეგობარს როცა ხარს დაუჭერ და ასევე არ გავრასებ. და დაიცავ ყველასგან. მე ახლა მყავს 11 მეგობარი და მინდა მყავდეს 19. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ია კუპრაძე. არ ყვირის, მეგობრულია და არ არის ბრაზიანი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი კალათბურთელი. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ სკოლა დავამთავრო და გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, ბაბა, ძმა, ბიძაშვილი და ბებია, ბაბუა, ბიძია, ფიცოლა, ძაღლი და თუთიყუში. კიდევ მინდა მყავდეს 5 ძმა, 2 და 3 ბიძაშვილი. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია ნიკუშა ჯიჯავაძე. ის არის ცელკი, მხიარული და ნერვებს მოფლები. ნერვებს მიშლის როცა ვთამაშობ. მოდის და ფიზიკურად მაწვალებს. ისევ თლიანობაში კარგი ბიჭია და მიყვარს. ნიკუშა რომ გაიზრდება ალბათ გამოვა ინგლისელი. უბრალოდ ინგლისურის მასწავლებელი. და არის 7 წლის და ქვია ნიტა. ნიტა არის ცელკი, ჭკვიანი და პრანჭია. ის ალბათ გამოვა კერავ. მამიკო არის მეგობრული, მხიარული და მზრუნველი. დედიკო არის ლამაზი, საქმიანი, მხიარული და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხაჭაპურს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დოკუმენტი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს საფეხბურთო კარიერას. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის სპაიდერმენი. ბავშვობაში ვცდილობდი რომ გამოსულიყავი სპაიდერმენი, მაგრამ არ გამომივიდა. ჯადოსნური ჯოხი მქონდეს, ჩემს ეზოში გავაჩენდი სტადიონს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თბილისში და პორტუგალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. სანდრო რომ არ მერქოს, რა მერქმეოდა? მე სანდრო დამარქვა დედამ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ სანდრო რო არ მერქოს, ალბათ მერქვიოდა ლევანი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის F26-ის დისკი. პედიერება არის სიკეთის გაკეთება, ხარდაჭერა,
მშობლებთან ერთად მოგზაურობა და დიდ სტადიონზე გოლის გატანა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.